მადლობა რომ გაგვიყვანეთ. დიდებულის რომ მოძრაობა? არა, ბიჭო, არა. ვინც მოიპოვა, იმან უნდა დაარტყა. და რა ბურთი გააფუჭა? მეთქი. არ არის სწორი. მოგესალმებით მეგობრებო, სეტანტა სპორტის ახალი საფეხბურთო თამაში ბურთაობაა თქვენს ეკრანებზე. ირაკლი იმედაძე და გაბრიელ ბერაძის გუნდი სანდრო ლოსაბერიძისა და გიორგი ბაქრაძის გუნდს დაუპირისპირდებიან. როგორც ამ გადაცემის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერი არის Coca-Cola ფინალის დღეს 19 ივლისს თითოეულ თქვენგანს ავტომობილის Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსი გექნებათ. შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილი ევროპაში საუკეთესო ელექტროავტომობილად აღიარეს. ამისათვის საჭიროა გამოიწეროთ Coca-Cola Reward Georgia-ს აპლიკაცია და შეიყვანოთ 10-ნიშნა კოდი, რომელსაც Coca-Cola კლასიკის, ზეროს, Fanta ფორთოხლის ან Fanta ბროწეულის ყვითელი თავსახურების ქვეშ ნახავთ. ყოველი შეყვანილი კოდი გათამაშების ერთი ბილეთი იქნება, რომელიც 19 ივლისს ავტომობილ Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსს გაძლევთ. მე კი გეტყვით, რომ ბურთაობის გამარჯვებული გუნდი ევროპის სუპერთაზე გაემგზავრება. ხვიჩა კვარაცხელიას Paris Saint-Germain-ის და Aston Villa-ს დაპირისპირებას ნახავს. ზად ვართ მეგობრებო, ვითამაშოთ? ზად. მოდი, წესებს გავეცნოთ და დავიწყოთ თამაში. ბურთაობა ფეხბურთის უმთავრეს პრინციპზე დგას. გამარჯვებისთვის საჭიროა მეტოქეზე მეტი გოლი გაიტანო. გუნდში ერთი მოთამაშე აკონტროლებს მეკარეს და ნახევარდაცვას, მეორე კი დაცვას და შეტევას. თამაში გოლის გასატანად საჭიროა კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა. თამაში შედგება ორი ტაიმისგან. ტაიმში თითოეულ გუნდს 4-4 შეტევა აქვთ. ბურთაობის პირველ შეტევას მეკარე იწყებს, რომელიც მარტივ კითხვაზე პასუხით ბურთს მცველს გადასცემს. მცველს ორი არჩევანი აქვს: უპასუხოს რთულ შეკითხვას და პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან უპასუხოს საშუალო სირთულის შეკითხვას და ბურთი გადასცეს ნახევარმცველს. ნახევარმცველს ორი არჩევანი აქვს: დასწრებაზე საშუალო შეკითხვით პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან დასწრებაზე ორ რთულ შეკითხვას უპასუხოს, წარმატებული დრიბლინგი განახორციელოს და გოლი გაიტანოს. ფორვარდს ერთი არჩევანი აქვს: დასწრებაზე უპასუხოს სწორად შეკითხვას და გოლი გაიტანოს. ყველა მოქმედებისას თუ დამცველმა გუნდმა სწორად უპასუხა შეკითხვას, ეს ნიშნავს, რომ წარმატებულად ჩაჭრა იერიში და შეტევის პოზიცია გაიუმჯობესა. ორივე გუნდს ყავს სათადარიგოთა სკამი, ანუ აქვს დახმარებები. თამაში სულ 5 დახმარება არსებობს და თითოეულ გუნდს მხოლოდ 3-ის გამოყენება შეუძლია. მეგობრებო, წესები გასაგებია. შეგახსენებთ იმასაც, რომ 5 დახმარება გაქვთ, რომლიდანაც 3-ის გამოყენება შეგიძლიათ. თამაშს ნომინალურმა მასპინძლებმა გადაწყვიტეს, რომ თავად დაიწყონ თამაში. სანდრო და გიორგი დაიწყებენ თამაშს. ბურთი წამოვიღოთ მეკარესთან თუ შეიძლება. პირველი შეტევა, ყოველი შეტევა იწყება მეკარისგან და მეკარეს აქვს ერთი არჩევანი მარტივ შეკითხვას უპასუხოს და მცველთან მიიტანოს ბურთი. აქ დასწრება არ არის, თუ არასწორად უპასუხებს, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება მეტოქე გუნდი თამაში. დღევანდელი თამაშის თემებია: პირველი ტაიმის ფეხბურთელები გრძელი სახელით ან გვარით, მოკლე სახელით და გვარით ფეხბურთელები, რომელიც შეიძლება ერთი იყოს მოკლე ან მეორე ან ორივე, მსოფლიო 18, 22 და 26, გამოიცანით კლუბი 98-დან 2006-მდე მსოფლიოებით საინტერესოა და ყველაფერზეც გვაქვს თემა, თუ გაგიხარდებათ ყველაფერზე ვითამაშოთ, რატომაც არა. რას ირჩევთ გიორგი და სანდრო? მოილაპარაკეთ? ხო, ხმამაღლა შეგიძლიათ, თუ რა თქმა უნდა დასამალი არ გაქვთ მეტოქისგან რამე. ავირჩევთ მსოფლიო 26. მსოფლიო 26 დახმარებები კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ თუ გინდათ ეგრევე შტურმით მეტოქის კარტთან დაიწყოთ, ან ორიერზე შეტევით. თქვენც დაცვაში მყოფ გუნდს შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ პრესინგი, თუ გნებავთ, თუ არა და დავიწყოთ პირველი შეტევა, პირველი წუთები არის და დატესტეთ ერთმანეთი, ვის რა შეუძლია და როგორ შეუძლია. ავიღებ შტურმს. შტურმი მეტოქის კარტთან. თავიდანვე შეტევით დაიწყო გუნდმა ესე და მსოფლიო 20-26, ანუ ამ მსოფლიოს ფეხბურთელების გარშემო იქნება კითხვები. და გუნდების. ხო. მსოფლიო რომის ხილვაც მეგობრებო, სეტანტა სპორტზე შეგიძლიათ. ყველა თამაშის იმედია უკვე უყურებთ. დავიწყოთ. აქ იქნება შერეული სირთული შეკითხვები, 4-ვე მოთამაშე თამაშობთ. თავარი არის, რომ შემტევი გუნდს ვეუბნები ამას, რომ ზედიზედ 3 შეკითხვას უპასუხოთ. თუ ზედიზედ 3 შეკითხვას უპასუხეთ, ეს ერთი გოლია და შემდეგ მეორე შეტევის ფაზა გაქვთ იგივე თემაზე. თუ მაგალითად პირველ 3 შეკითხვიდან ერთ-ერთი გააფუჭეთ, არა უშავს, ისევ ახალი 3 შეკითხვა გექნებათ
და იქ შეგეძლებათ ერთი გოლი მაინც გაიტანოთ. მოკლედ შეგიძლიათ მაქსიმუმ 2, მინიმუმ ერთი გოლი გაიტანოთ. დაჭერის იმ განხილვა რა შეგვიძლია? თქმა უნდა, რო დააჭერთ, მერე განხილვა შეგიძლიათ. მანამდეც განიხილეთ, არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც დახმარება სიყენებთ და ორნი თამაშობთ ერთად, როდესაც ეგეთი დახმარება გაქვთ აღებული, მაშინ შეგიძლიათ განხილვა. დავიწყოთ. ამ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული და ფინალური მატჩის შემდეგ სკანდალში გაეხვა. დისკრიმინაციული გამონათქვამის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ბალონ დორის დაჯილდოებაზე ორჯერ მოახერხა 5 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვედრა. ეს არის მისი მინიმუმი, რაც გააკეთა, რასაც მე გეუბნები, თორე შეიძლება უკეთესი შედეგიც ჰქონია. და ამ სოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ, რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელს. იმედ? ბერნარდუ სილვა ხომ არ არის შემთხვევით? ბერნარდუ სილვას ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული, როგორ არა? არ არის. თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ მეგობრებო და 3 2 1 რა არის? აი, იყოს მაშინ, რა ვიცი, კიეზა. არა, მეგობრებო, როდრი არის ეს ფეხბურთელი? წელს როგორ ვიხილავთ რა მაგარი. ოფხუჩი უნდა ორჯერ იყოს. მადლობა რომ გაგვიყვანეთ. შემდეგი. ხო გახსოვს ის სიტიში რა. სეტანტა სპორტის YouTube შოუებს თვალს უადევნებთ, გეცოდინებათ, რომ ეს ფეხბურთელი ბრაზილიელი, ჩემი მოგზალებული აზრით, ბრუნო გიმარაესი უსამართლო უპირატესობა მქონდა, რომლითაც გამოვისარგებლა და გამოვიდა. სამართლო უპირატესობა რა სხვები არ უყურებენ სეტანტა სპორტს? მე უფრო ახლოს გიზი ვარ ხოლმე მაგდას. ალბათ. სწორია მეგობრებო, რა თქმა უნდა, ბრუნო გიმარაესი ამ სოფლიო ჩემპიონატის MVP და ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი იყო სწორი პასუხი. აქცი ნომერი 39. ოკეი, თქვენ დაცვაში გადავიდა ბურთი სამწუხაროდ შტურმა არ გაამართლა. უხეირო შეტევები გამოვიდა და დაიწყებთ თქვენ დაცვიდან და აირჩიეთ თემა. ფეხბურთელები გზელი სახელიდან გვარით, პირდაპირ თავდასხმას პასი. კი ბატონო, რთული შეკითხვა ანუ. იმ შემთხვევაში თუ არასწორად უპასუხებ და მეტოქე გუნდის ნახევარმცველი, ანუ გიორგი სწორად უპასუხებს, ერთ-ერთზე აღმოჩნდება მეკარესთან, რომ იცოდეთ სანდრო, მაინც. კი ბატონო. რთული შეკითხვა. ამ ბერძენს 4-ვე ბერძნულ გრანდში აქვს ნათამაშები: ოლიმპიაკოსი, პანათინაიკოსი, აეკი და პაოკი. ხოლო სერიას მაყურებლებს ის შესაძლოა ბოლონიადან და ვერონადან გახსოვდეთ. სამი, 2, 1. შემიძლია დაჭერა? არ გაქვს მე და შენ არ ვარ. გიორგი, შენ ხო არ გაქვს პასუხი? არ ვიცი, პაპასტატოპულოსი. არა, ეს არის ლაზაროს კრისტოდოპოლუსი. სანდრო მიცოდა აშკარად. არა, სხვა ვერსია მქონდა. სოკრატესი არ იყო აშკარად. არაფერი არ მოვიდა საერთოდ. აირჩიეთ თემა. მოდით, სადოთ მოკლე სახელი და გვარები. ოკეი, დავაზუსტებ დასწრებაზე ვარ, ხო? მე და გაბრიელი. დასწრება არის, რა თქმა უნდა, ოღონდ ანუ პასაკეთებ თუ დრიბლინგით ცდილობ გოლის გატანას. პასი. პასი, მაშინ ბურთი გადავწიოთ ფორვარდთან და ამ შემთხვევაში გაბრიელი და გიორგი თამაშობენ დასწრებაზე. მის ამჟამინდელ გუნდს არ გეტყვით, თუმცა გეტყვით, რომ ჩელსისა და ბორმუთის ამ ყოფილ მოთამაშეს სოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილავთ ნარინჯისფერების განაცხადში. ნათანაკი. სწორია და ჩაჭრა ბურთი გაბრიელმა. ავიტანოთ ბურთი ნახევარდაცვაში მეგობრებო კлау. და ავირჩიოთ თემა. თემას იგივეს ვერტოვებთ. აი, გამოიცანი კლუბი იყოს და მოკლე პასით გადავიდეთ თავდასხმაში. კი ბატონო. ვართ დასწრებაზე სანდრო და მე. ოკეი. ზუსტად. დაასახელეთ კლუბი, სადაც სამივე ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელს უთამაშია. გიორგი ქოჩორაშვილი, შოთა არველაძე, ლევანტე. სწორია. ლევანტე ანამდვილად. ესამე იყო იოჰან კროიფი მეგობრებო. იგრევე იჭერ. კაი. ბურთი ნახევარდაცვაშია კлау და გადაწყვეტეთ, რას აპირებთ, როგორ აპირებთ. მანახი თემები.
98-2006 სოფლიო ცალოთ. და რა მოქმედება, პასი თუ დრიბლინგი? მოდი იყოს პასი. პასი. გადავიტანოთ ისევ ბურთი და ისევ გაბრიელს ეთამაშები დასწრებაზე. 2006 წლის მსოფლიოზე ეს გახდა ჯერჯერობით უკანასკნელი ნაკრები, რომელმაც სადებიუტო ტურნირზე მეოთხედფინალი უკრაინა. სწორია, კიდევ დიდებულად თამაშობს გაბრიელი დაცვაში, დიდებულად. ელოდებოდი. ანუ უკვე მივხვდი რომ შვეიცარია იყო ან უკრაინა და მაგას ველოდებოდი. თქვენი არჩევანი მეგობრო, პირველი ტაიმი იწურება და ჯერჯერობით ბურთი ცენტრს არ გადაცდენია. და მგონი და პასი. რას იტყვა, შენ თუ რამე სხვას ფიქრობ მითხარი და სულეთი რა. წამო, ყველაფერზე და პასი თავდასხმაში. ყველაფერზე პასი თავდასხმაში. გადავიტანოთ ბურთი. ესე იგი, ეხლა თამაშობენ სანდრო და იმედა დაუპირისპირდებიან ერთმანეთზე ყველაფერზე. გასულ სეზონში შავმა კატებმა აიაქსიდან 20 მილიონ ევროდ ეს ფორვარდი წაიყვანეს. პრობი. დიდებულია, ორივე გუნდის დაცვა ჩინებულად თამაშობს. მეგობრებო, თუ შეტევითი ძალა ვერავლეს თავის თავს. აი ეს კითხვა ალბათ მაყურებელმა უნდა უხსნას ამ შეკითხვას. და ჩვენმა კომენტატორებმა, რომელიც გაყვებიან ამ თამაშს. ლუკა მილორავა, ამოწევენ. და მოდი იყოს ალექსანდრე გაბრიჩიც. რატომაც ტოპ დუეტი. დუეტი, რომელიც არავის სჭირდება. ესთან ერთად სავარაუდოდ ორივე. არ ვიცი. ბოლო ორი შეტევა დაგჭათ თქვენ 22-სავი. 22-ის მსოფლიო. დასაკეთებთ. პასი. პასი. 2022 წლის მსოფლიოზე ამ აზიურმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ყვითელი ბარათების რეკორდი მოხსნა. 14 ყვითელი ბარათი მიიღო. იაპონია. არ არის სწორი პასუხი. რიხიანად დაწყებული მსოფლიო ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა. ეს არის კითხვის დასასრული. რიხიანად დაწყებული მსოფლიო ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა. 3 2 1 ირანი? მეგობრებო, არგენტინამ პირველ თამაში საუდის არაბეთთან ირანმა რიხიანად ვერ დაიწყო. მარცხი იწვია, მაგრამ მე ბოლოს ადგილზე გავიდა. გავიდა. 18 იყო, 18 იყო. ხო, რა ვიცი, რა მნიშვნელობა. ბურთი რჩება სადაც არის. და ბოლო შეტევა ეხლა ჩაჭრა აღარ იქნება, ხო? იმათი ჩაჭრა ხო აღარ არის, რადგან ტაიმის ბოლოს ჩაჭრიან, შეტევა. მაგრამ ტაიმი დასრულდება, იმიტომ რომ შეხედეთ საათს, ტაბლოს, რომელი საათი არის. 45 წუთი უკვე გასულია და დამატებული ბოლო 2 წუთი მიდის. მაშინ თავდასხმაზე ვაკეთებ პასს. კი ბატონო. სოფლიო 2018. ერთი წამი, მითიდე. დაცვაში ხო გვაქვს რაღაც. ხო, თამაშობ. ანუ მე და შენ ვითამაშ, ხო? არა, ეხლა თამაშობ დასწრების ხარჯზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიასთან მატჩი ნიდერლანდებმა მცველმა ერნი ბრანსტმა როგორც გოლი, ისე ავტოგოლი გაიტანა. ეს კი იყო ერთადერთი შემთხვევა 2018 წლის მუნდიალამდე, სანამ ეს ხორვატი არ გაიმეორებდა იგივეს. მარიო მანჯუკიჩი. მარიო მანჯუკიჩი და პასი გადავიდა შეტევაში. ფორვარდს აქვს ერთი ერთზე ბურთი და მეგობრებო, გეტყვით დაცვის გუნდს რომ შეგიძლიათ ვარნა გამოიყენოთ თუ გინდათ. ორი ერთზე ვეთამაშოთ, ხო? იყენებთ? არა. ეხლა გისმენთ თქვენ კითხვას და თუ გამოიცნოთ ვარნა. ხო, ვარდის დროს რა ხდება? ხოლო თქვენ ორი პასუხობთ, ერთმანეთს საუბარი შეგიძლიათ და ყველაფერი, თუ სწორად რთული შეკითხვა იქნება, თუ სწორად უპასუხოთ. მაშინ ვარნა არის და ტაიმი დასრულდება ამ შემთხვევაში, თუ არასწორად უპასუხებთ და სწორად უპასუხა გაბრიელმა, მაშინ გოლი გადის და თუ ვერც ერთმა ვერ უპასუხეთ, მაშინ 11-იანი დაინიშნება. იღებთ ამ დახმარებას? თუ ერთ-ერთზე გიორგი და გაბრიელი ითამაშებენ. არა, ავიღოთ. აი, 2018 წლის მსოფლიოზე ეს ფეხბურთელი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის შავ სიაში იმყოფებოდა. მას აკრძალული ჰქონდა ამერიკულ ბრენდებთან კონტაქტი. შესაბამისად, კამერის წინ ვერც სპონსორების სასმელს სვამდა, ვერც ამერიკული ბრენდის სამოსით სვამდა და ინტერვიუებსაც სპონსორების ბრენდინგის ფონზე ვერ წერდა. სანქციის მიზეზი კარტელებთან თანამშრომლობა და ფულის გათეთრებაში მათი დახმარება იყო. გამისახელეთ ეს ფეხბურთელი. ბოლო წუთები, ბოლო წამები, მეგობრებო, არასწორი პასუხი და 11 მეტრიანია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა უპასუხოთ.
ხასრებაზე არ არის ეს შეკითხვა, როგორც იცით. და ნახოთ, პასუხი 3, 2 და 1. ვის პასუხობთ? რავი, ჯექსონ მარტინეს არ ვიცი. არ არის სწორი, გაბრიელ, შენ ხომ არ გაქვს? მოდგენა არ მაქვს, მაგრამ უიტყვინე კოლუმბიელს, რავი. კინტერო იყოს. ვინ? კინტერო. არც ეს არის სწორი პასუხი. რაფაელ მარკესი იყო მეგობრებო და პირველი 11 მეტრიანი. 11 მეტრიაზე შეთანხმდით, ანუ რომელსაც გინდათ იმაში ასრულოთ. მარტო შეუბერე. შენ გაბრიელ, დავაკო. შენ ასრულებ იგივე თემაში ვშებით, რა თქმა უნდა. ვინც მოიპოვა იმან უნდა დაარტყო. და დასტრებაზე ერთი. არ არის დასწრება. არა, კაც. არა, უბრალოდ შემიძლია. ოკეი. წარიელია კაც. უბრალოდ არ უნდა დაეცეს მიწაზე ისე და გაიგო. 2018 წლის მსოფლიოზე ის საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ფინალში ჰქონდა, თუმცა ლურჯების დომინაცია იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ დიდად აღარავის ახსოვს მისი ეპიზოდი. ჰუგო ლორის. ძალიან მშვიდად შეასრულა თავდაჯერებულად. გაბრიელმა 11 მეტრიანი და ტაიმის ბოლოს წინ გავიდა იმედა და გაბრიელი. მეგობრებო, ამით პირველი ტაიმი სრულდება. შეგიძლიათ გაგრილდეთ, ვთქვათ კოკა-კოლა, ფანტა შოთაზე და ქოჩა. და მეორე ტაიმისთვის მოემზადოთ. მეგობრებო, იწყება მეორე ტაიმი, ანგარიში არის 1-0. იმედა და გაბრიელის გუნდი სანდრო და გიორგის გუნდს ამარცხებენ. ირაკლი მეორე ტაიმს შენ იწყებ, მეკარე იწყებს და აირჩიე თემა, ბურთი გადაიტანეთ უკან და მარტივი პასით სველამდე მიიტანე ბურთი. რაც შეეხება მეორე ტაიმის თემებს, მეგობრებო. ყველაფერზე კვლავ გვაქვს. ევროპული ფეხბურთი გვაქვს, ბუნდესლიგა გვაქვს, იტალია, მსოფლიოს რეკორდები, ბრაზილია, ინგლისის ნაკრები და მსოფლიოს ფინალები. ანუ ხოუტევთ ახლა. ეხლა ჩვენი არჩევანია თემის ინგლისის და ნაკრების სწრაფი შეტევა. ინგლისის ნაკრების სწრაფი შეტევა, რადგან მათ აირჩიეს დახმარება, შემტევი გუნდსა უპირატესობა დახმარება აირჩიეს, დახმარებაზე დახმარებით ვერ პასუხობთ. ამიტომ სწრაფი შეტევა ინგლისის ნაკრების. რა ხდება სწრაფი შეტევის დროს? 2-1-ზე ითამაშებენ რიგრიგობით ჯერ ნახევარდაცვაში გიორგისთან, შემდეგ დაცვაში სანდროსთან და შემდეგ კარში ისევ გიორგის წინააღმდეგ. ოღონდ ყველა შეკითხვა სწორად უნდა უპასუხონ, რომ აქამდე ჩავიდნენ. ბურთი გადავიტანოთ ცენტრში. სწრაფი შეტევის დროს. ბატონო. კი, შეგიძლიათ რა თქმა უნდა. და სწრაფი შეტევა გვაქვს ინგლისის ნაკრების. ინგლისის ნაკრები ცნობილია სწრაფი შეტევებით, მეგობრებო. ის რაც ცხოვრებაში არ გაუკეთებიათ. პირველი გიორგის წინააღმდეგ თამაშობთ. თუ ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში გავა და ეს ფეხბურთელი ყველა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩებით 100-ის ნიშნულს მიუახლოვდება. მიუახლოვდება, ხო? კი. მოდი იყოს პიკფორდი. არ არის სწორი. ვაგზელებ შეკითხვას? ანუ მოსმი. 100-ის ნიშნულს მიუახლოვდება. თავისი ყოფილი თანაგუნდელისა და მწვრთნელის 114 მატჩიან შედეგს ალბათ ვერ გაიმეორებს, მაგრამ მასთან ერთად ბაჰრეინში გატარებული ერთი წელი ტკბილად გაახსენდება. ყოფილი თანა. ჯორდან ჰენდერსონი. სწორია, ანუ როცა საუდის არაბეთში თამაშობდნენ, ბაჰრეინში ცხოვრობდნენ და დადიოდნენ ეგრე. სწორია, კი. კი ბატონო, ერთი ფაზა გავლილია. ამ ფეხბურთელის ინგლისის ნაკრებში გამოძახებას დიდად არავინ ელოდა. 34 წლის მოთამაშეს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2025 წელს ჰქონდა და როგორც ჩანს, ტუხელი მაგუაერზე მეტად სწორედ სტოპ. დავაჭერ. დენბერნი? დენბერნი, სწორია, ჩაიძრა შეტევა. ცენტრში ვართ ისევ და თქვენი შეტევაა, მეგობრებო. სანდრო და გიორგი. იტალიას ავიღებთ და დახმარებას გამოვიყენებთ სწრაფ შეტევას. იტალია და სწრაფ შეტევას იყენებთ თქვენც, ანუ თქვენს მესამე დახმარებას. ჯერ პირველი დასწრებაზე ვარ. თამაში. პირველი თამაშობთ. სანდრო შენ და მე. პირველი თამაშობთ ირაკლისთან, იმედაძესთან, მეორე თამაშობთ გაბრიელთან და შემდეგ ისევ იმედასთან. ნაკრები ფეხბურთში თუ ზოგადად თუ არ არის კონკრეტიკა აქვს. არა, იტალიაში ყველაფერი შეიძლება იყოს კლუბი, ნაკრების გარშემო, ესე. პირველი შეკითხვა. ZZ2 მსოფლიოზე ასოები AGO ამ თანმიმდევრობით ყოფნა, ამ თანმიმდევრობით ამასოების ყოფნა იტალიისთვის ტრაგიკულად დასრულდა. 94-ში ჯერ ერთმა გააცუდა 11 მეტრიანი, 98-ში კი მეორე.
ესა ფეხბურთელები უნდა თქვა? რა თქმა უნდა. რობერტო ბაჯო და დინო ბაჯო. არასწორი. არა, დიპი. არასწორია? სხვა რაღაცა აჯო. არა, როგორ წამოვცდა ჩემი ისა, არა. თან 90 არა უშოს. უპასუხე. თუ გაქვს პასუხი. არა, ბიჭო, არა, პირადი. 94 რობერტო ბაჯო, 98 დიბიაჯო. სწორია, ლუიჯი დიბიაჯო. რა დინო ბაჯო, დიბიაჯო უნდა მეთქვა, დინო ბაჯო წამოვცდა. ლუიჯი დიბიაჯო. როგორ მომივიდა? აი არაფერი მოაჩქარები წელი და იგი. აუ, როგორ ბურთი 2-1-0 იყო შეტევა უნდა ყოფილიყო ცენტრში. და დატოვეთ ცენტრში. ოკეი, წამ. მიდინა. აი, სწორად უპასუხა იმედამ და წინარე. კი. სანდრომ ისეთი პასი გააფუჭა, რომ ტრაუშია, თუმცა წინ არის, სხვა კითხვები არ ინერვიულო. და ეგრე ნერვებმა შეიძლება დაღუპველად იმოქმედოს. აი, რაც რობერტო ბაჯოს უქნა 94-ში. რა უქნა კაცს? წაიც. ბატონო წამყვანო, თემები რო დაგვიბრუნოთ შეიძლება. თემები რო დაგიბრუნოთ. რა თქმა უნდა, ახლა. და მაგალითად კარგით. ბუნდესლიგა და მოკლე პასით გადავიდეთ გაბრიელთან. გიორგი, ჩვენი ერთგული მაყურებელია, ისაც მადლობას გადავხდი. კი, ბუნდესლიგა ძალიან კარგად იცის, მაგრამ ვცადოთ. ახოთ სანდრო, იმ ძიმე მომენტის შემდეგ შეძლებს თუ არა რეაბილიტაციას. ლაიფციგში ეს ავსტრიელი წლები მარსელ ზაბიცერი. არ არის სწორი პასუხი. ორი ვარიანტი იყო რა. გავამგზელებ შეკითხვას. ორი ვარიანტი იყო. ეს ავსტრიელი წლები ჩავი სიმოსის ჩრდილში იყო. ნიდერლანდების გუნდიდან წასვლისა და კლუბში მთავარი მწვრთნელის ოლე ვერნერის მოსვლის შემდეგ სეზონი 13 გოლითა და 9 ასისტით დაასრულა. დაასახელეთ მისი სახელი და გვარი, არ ილაპარაკოთ ერთმანეთში. სახელი და გვარი, თუ გეტყვით რომ Red Bull-ის ბრენდთან მისი გვარი სხვა წარმომადგენელიც იყო დაკავშირებული. სახელი და გვარი მჭირდება. აუ, სახელი რა ქვია? სახელია საჭირო? რა თქმა უნდა, აბა გვარი გითხარი ხა Red Bull-ის სხვა წარმომადგენელი. აუ. შლაგერია. არა. არის? არა, კრისტოფ ბაუმგარტნერი. აუ, ბაუმგარტნერია. ლაიმერზე ფიქრობდი მეორეო. რა თქვით, ვერაფერი. დავიდა. ბაუმგარტნერი ვაფშე გამხსნა. პასუხი რა არის, რომ ითხრათ? კრისტოფ ბაუმგარტნერი არის ხო? კი ბატონო, კრისტოფ ანუ შლაგერი თქვა სანდრომ, რომელიც ასევე ავსტრიელია და პოზიციაც იდენტურია თვითონ. ბურთი სადაც დევს ზუსტად მანდარი? რო დაგეს რო იდეაში მე ეგმერჩიונה. იმასო და კითხვას ბოლომდე თმოდი. არა, სადაც არის. ეხა მცველი აძლევს, ნახავთ. ხო. გასაკეთებ. ცველი გზელი პასი თუ ცველი მოკლე პასი? მცველი შენ. ხო. და თემა რა თქმა უნდა. ორი ვერაფერს ვერ გავაკეთებ. მოდი იყოს გზელი პასი იყოს. კი ბატონო, გადავიტანოთ ბურთი და თემა რა არის? თემას ახლავე ევროპული ფეხბურთი იყოს. ევროპული ფეხბურთი გზელი პასი, ანუ რთული შეკითხვა. ეთნიკურად ალბანელი ფეხბურთელი, რომელმაც ბელგიაში დიდებული გამოსვლის შემდეგ სერიაში პირველი სეზონი ჩაატარა. შვეიცარიის ნაკრებში 5 წელში მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ ყველაფერი წინაა. ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. არდონიაში არის? დიდებული გადაცემა, მეგობრებო. და 1-1-ზეა. კაცი მოვიდა. 1-1-ზეა. სანდრო, შეგიძლიათ მეგობრებო თქვენც რა თქმა უნდა ვარნას ვარნას გამოვიყენებთ. ვარნას გამოიყენებთ. ანუ 2-1-ზე არის. ივან ტელერუდი და თინა თაინე მაიერი ის მწვრთნელები არიან, რომელთა გაწვრთნილი გუნდებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ 3-ჯერ მოხვდნენ. 22 ივლისს მათ ეს ჰააგაში დაბადებული ადამიანით შეუერთდა, რომელსაც კაცთა გუნდიც უნდა ჩააბარონ ტუხელის წარუმატებლობის შემთხვევაში. თულია ცხოვრება, მეგობრებო. თულია. 3 სახეზე მახსოვს ყურე. 2 1 პასუხი. თუ სხვა ვერსია არ გვაქვს, რა ვიცი. მარტო სახელს ჩაგვეცლებ. არა, რა თქმა უნდა. აქვს ლუსი ქვია, მაგრამ გვარი არ მახსოვს. არა, არა, იმაი. სანდრო? დავჭირო?
თქვენ უბრალოდ ისე სარა ვინგმანი მე მგონი. და მეგობრებო, დიდებულის რო მოძრაობა, ვარდნა. სხვა კუთხეში გავუშვა საერთოდ ეს ორი ფეხბურთელი და ერთი ანგარიში გათანაბრდა. არა, პენალი აღარა. ბრავო. შევაგოროთ. რა თქმა უნდა. ერთი ულამაზესი დარტყმა იყო. დიდებული შეტევა იყო. და საყაიმო ანგარიში ერთი არის. მეგობრებო, თქვენ გაქვთ ერთი დახმარების უფლება დარჩენილი. სოფლიოს ფინალები და შტურმი. სოფლიოს ფინალები და შტურმი. სოფლიოს ფინალები 2-2-ზე თამაშობთ მეგობრებო. 3 ზედიზეც სწორი პასუხი გჭირდება შემტევ გუნდს. დაცვაში იმყოფი გუნდი კიდე ერთი კითხვა მაინც რო წაართვათ, ერთ შეტევას მაინც ჩაუშლით. დამისახელეთ ყველაზე უხგოლიანი ფინალის წელი და ორივე მონაწილე გუნდი. ყველაზე გოლიანი ფინალის წელი და ორივე მონაწილე გუნდი არის 58 წლის ბრაზილია შვედეთი. პირველი სწორი პასუხია. შემდეგ შეკითხვა. მისი შვილი რომან ანდრესი 11 წლამდე ფეხბურთსა და ჩოგბურთს ერთნაირი წარმატებით თამაშობდა. საბოლოო ჯამში კი არჩევანი ჩოგბურთზე შეაჩერა და ალბათ სწორი არჩევანიც გააკეთა. იგი ამჟამად A ტიპის ასეულის წევრია. მამამისის დასახელება არ უნდა გაგიჭირდეთ, თუ კი გეტყვით, რომ მას ეკუთვნის სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გამარჯვების გოლი. კაი. რას პასუხობ? თქვა ანდრეს ინიესტა. არ არის. არ არის. თქვენს უნდა უპასუხოთ მეგობრებო, იმიტომ რომ წინანდელ შემთხვევაში მაინც ჩაიშალა შეტევა სწორი პასუხი. აი, არგენტინელი უნდა ხო. განხილვა ხო შეგვიძლია? კი. ეხლა არის ეიტის წელი, ხო? ხო. არგენტინელი. არ 5 4 3 ჩუმად რატო განიხილავთ, არ ვიცი, ხო, არაფერი არ შეიძლება. აუ, მაინც შეიძლება, ხო, ვარიანტი რაც მაქვს არის ანდრეას ბრიმე. არ არის სწორი. გურუჩა გაიყო მეგობრებო ეს. მეორე ფაზა. ხო, ძალიან აქეთ ფიქრობ. აი, მეორე ფაზა გქონდა. მითხარით ერთადერთი გუნდი სოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ფინალამდე გზად პლეი-ოფის ყველა ეტაპზე მინიმუმ დამატებითი დრო ითამაშა. ხორვატია. სწორია პირველი პასუხი. აი. 1982 წელს მუნდიალების ისტორიაში პირველი პენალტების სერია გაიმართა. პენალტებით ფინალისტის ბედი გერმანიამ და საფრანგეთმა გადაწყვიტეს. უფრო სწორედ კი გერმანელთა ამ მეკარემ შუმახერი. სწორია და ერთი დარტყმა სჭირდება გაბრიელის და იმედას გუნდს, რათა ანგარიში 2-1 გახადონ. მეგობრებო, სანდრო, გიორგი, თქვენც ერთი სწორი პასუხი გაშორებთ იმას, რომ ეს ძალიან დაძაბული სიტუაცია განმოხდოთ. ამ გუნდს მუნდიალის დაწყებამდე ფავორიტად არავინ თვლიდა. ერთ-ერთი ფეხბურთელი იხსენებს, რომ წარმატების თავადაც არ სჯეროდათ. კორეასთან პირველ თამაშს ეჭვებით შეხვდნენ, ფინალს კი უკვე იდეით, რომ მარცხი შეუძლებელი იყო. და კუთხურიდან 2 გაშვებული გოლის. არა, ნახე დებიუტი, სამხრეთ კორეის დებიუტი. 3 2 1 პასუხი. 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 გერმანია. არ არის სწორი. კითხვას დავამთავრებ უბრალოდ რამდენიმე და გვაქვს კიდე? კუთხურიდან 2 გაშვებული გოლის მიუხედავად გაიმარჯვეს კიდეც. 2 გოლი აუშვეს კუთხურიდან, მაგრამ გაიმარჯვეს. აი ეს. სამი 2 აი დავაი ვიტყვი ინგლისი. არა მეგობრებო, გერმანიამ არგენტინას კუთხურიდან 2 გოლი გაუტანა ფინალში, იმ ფინალში, როდესაც არგენტინის მოგებას იმ სოფლიოზე როცა დიდად არავინ ელოდა, თუმცა საბოლოოდ დაიმარჯვეს 1986 წელს. დაცვიდან იწყებთ თამაშს თქვენ? სანდრო და გიორგი და მითხარით რომელი თემა გინდათ? ბრაზილიამ სოფლიოს რეკორდები თუ ყველა ფერზე გინდათ ითამაშოთ? ვიდე შედებაზე? 2 შეტევა გაქვთ თქვენ მეგობრებო დარჩენილი და 1 შეტევა გაქვთ დარჩენილი იმედას და გაბრიელს. მითხარით რა თემა გინდათ? სოფლიოს რეკორდებზე და პასი ფორვარდზე გავაკეთეთ. ასი ფორვარდზე? კი. თუ ვერ აიღებს. ბატონო. რისკი, თუმცა ნახოთ.
2 გოლიც და ეს ფორვარდი ხარეთ ბორხეტის გადაასწრებს და ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდება. პრემიერ ლიგის ბინადარს მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს გაუტანია. ეს კი მისი მეოთხე მუნდიალია და ნავსის გატეხვას აქ შეეცდება. რაულ ხიმენესი. მეგობრებო, მორიგი დიდებული გადაცემა და ერთ-ერთზე იმედას და სანდროს დაპირისპირებას ვნახავთ. თემა იგივეა, ხო? თემა იგივეა. მსოფლიოს რეკორდები და დასწრებაზე. დასწრებაზე. ის თითქმის 33 წლის იყო, როდესაც მსოფლიოზე პირველად ითამაშა. მაგრამ ფაბიენ ბარტესთან ერთად დღემდე კარის მშრალად შენახვის რეკორდსმენია. ორივემ 10ჯერ შეძლო ეს გაეკეთებინა. ვინ ცინგა? არ არის სწორი. არ არის სწორი. თუ უპასუხები იმედ, უბრალოდ ერთი პოზიციით. კი, თუ არა და მეკარე დაიწყებს ბოლო შეტევას. ამიტომ კითხავს წავიკითხო ბოლომდე. ორივემ 10ჯერ შეძლო ეს გაეკეთებინა. ვინ იცის რომ არა უფლის ნება, იქნებ კიდევ ერთი კლინშიტი ჰქონოდა. ან მის ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპი უფრო მეტჯერ რომ გადაელახა. უფლის ნება 800 მაგდენი იქნება. არ ვიცი. ვინ? 3, 2. კარლოს როა. არა. მეგობრებო, აქ საუბარია. უფლის ნება არის უფლის ხელით გატანილი გოლი და არის პიტერ შილტონი, რომელიც ძალიან დიდი იყო, 33 წლის იყო, როცა დებიუტი ჰქონდა. იმიტომ რომ ინგლისს ვერ გადიოდა ხოლმე მსოფლიოზე. კაი, ბრაზილია დარჩა, ხო? ყველაფერზე ჯობია. მეგობრებო, ანგარიში არის 1-1. ორივე გუნდს დაგჭა თითო შეტევა. მეკარე იწყებს ამ შეტევას, მეკარიდან პასი მცველზე და უნდა აირჩიოთ თემა, რომლითაც ბოლო შეტევას განახორციელებთ. კაი, ყველაფერზე იყოს თემა. ყველაფერზე. თემა ყველაფერზე. დაასახელეთ, ვინ იყო 2006 წლამდე ჩეხეთის ნაკრების მესამე მეკარე. თუ კი გეტყვით, რომ იგორ ტუდორმა მიმდინარე სეზონში განტევების ვაცად მისი სეხნია შვილი აქცია. ანტონინ კინსკი უფროსი ლიბერეცთან ერთად დინამო თბილისის სტადიონზე აქვს ნათამაშები და სამწუხაროდ კარგად ვერ გაუმასპინძლდით ფოთლები ვესწრებთ. რა დამავიწყებს ამ თამაშს და რა დამავიწყებს ამ დიდებულ გადაცემას, რომელიც 86 წუთზე ირაკლი იმედაძემ განახორციელა. ცელს აქვს ბურთი, გაბრიელს და გაბრიელი. ეხა წავყვეთ ნელ-ნელა. ხო. საშუალო ცირთულია პასი ნახევარმცველზე. ამ ორი გუნდის დაპირისპირება ბოლო 14 წელია აღარ შემდგარა. 2005 წელს მათი ფიქციური გადაკვეთისას ანარქიის შვილი ჩარლი ჰანემი მაგრად დაზიანდა. თუმცა მომდევნო სეზონში მაინც ვნახავთ ამ დერბის. ვესტემი მილუოლი. სწორია. მოკლე პასი გაბრიელზე თავდასხმაში. ეხა უკვე დასწრებაზეა მეგობრებო თამაში, გადავიტანოთ ბურთი წინ. ერთი იმით, ნაბიჯით, ბიჯით. და სანდრო და ირაკლი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 2014 წლის ფინალი ამ ფეხბურთელმა ტრავმის გამო გამოტოვა. მის ნაცვლად თამაში კრისტოფ კრამერმა დაიწყო, რომელიც 32 ანა ვიჩქარე, ანა ვიჩქარე. 3 2 ბასტიან შვაინშტაიგერი იყო. არ არის სწორი პასუხი. გავაგრძელებ შეკითხვას. მის ნაცვლად თამაში კრისტოფ კრამერმა დაიწყო, რომელიც 32 წუთზე თავად დაიმტვრა და მის ნაცვლად მოედანზე საგოლე გადაცემის ავტორი ანდრე შურლე შემოვიდა. ვინ იყო ეს ფეხბურთელი მეგობრებო, რომელსაც საერთოდ ძირითადში უნდა დაიწყო თამაში, იმიტომ რომ სხვა თამაშები ძირითადში ითამაშა და სამი ხედი რა. დიდებულია, ნახევარდაცვაში ავიდა ბურთი. წაგებით აღარ ვარ. და ბოლო შეტევა, დამატებული დრო. საჯის მიერ კომპენსირებული დრო არის მეგობრებო და ხო, ბრაზილიას. ბრაზილიის შეტევა, ნახოთ ბრაზილიის ბოლო წუთების შეტევას კარგს ვერ ვიხსენებ დიდად, მაგრამ თქვენ იმედია. რა ასაკეთებთ? ჩაულებრივი პასი. ჩაულებრივი პასი, გადავიტანოთ ბურთი შეტევაში. გიორგი და გაბრიელი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეგობრებო, შეკითხვა. ბოლო წუთებია. და მნიშვნელოვანია ამ შეკითხვას ყურადღებით მოусმინოთ. ამ ბრაზილიელს მეტნაკლები წარმატებით ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. მეტნაკლები წარმატებით ლეგენდარულ მსახიობსაც ჩაანაცვლებდა და ალბათ ბლეიდის როლსაც ითამაშებდა.
ვესლი. ვესლი, სწორია, რა თქმა უნდა, ვესლი. ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, დიდებული გადაცემა და სანდრო ერთი ერთზე არის იმედასთან და ნახოთ მეგობრებო. შეძლებს თუ არა ბოლო წამებზე გოლის გატანას. ეს ბრაზილიელი იყო შახტარში ლუჩესკუს თავარი იარაღი. შემდგომში შახტარის ყველა დროის ბომბარდირიც გახდა. სანდრო? იაცონი? რა უპასუხე? შაცონი. და რა ბურთი გააფუჭა ბოლო წამებზე. ლუის ადრიანო მეგობრებო, ლუის ადრიანო იყო ეს ფეხბურთელი. ხო, ანუ ლუჩესკო ცოტა ადრე მაგასთანაც დუგლას კოსტა იყო ან ლუის ადრიანო და არ მინდოდა რომ მომენტში სანდროის არ შეცვლის ანუ ჟაცონის ის ვინ იცის კომაგები აპატიებენ თუ არა სანდროს და გიორგის გუნდს ამ მომენტს. რომელიც შეიძლება საბედისწეროც იყოს, არ ვიცი, ჯერ არ ვიცით რა და როგორ მოხდება. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და ერთი ორი კეთილი ამ ბოროტის სიტყვაც მინდა თქვენგან. მე მგონი ძალიან დაძაბული თამაში იყო და ჩვენი ნერვების წვეტის ხერხზე მაყურებელმა ისე ამოვნა. პირველი ტაიმისთან ერთი კოს დიდი უპირატესობა ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ვიგებით ორი დახმარებით მეტი ჰქონდა, თუმცა მეორე ტაიმი წინა ჩავაგდით და მოგება და კი არა და კი ნაღამ წავაგეთ თამაში ორი შანსი ჰქონდათ მოსაგებად. ვეცდებით რომ შემდეგში უკეთესად ვითამაშოთ. მადლობა მეტოქეს, მადლობა ორგანიზატორებს, ჩვენ ერთ თამაში იყო, ვეცადეთ მაქსიმუმს რომ მინიმუმ არ წაგვიგო, ჩვენთვის პირველი თამაში იყო და რა ვიცი, წარმატებები პრამ პროექტს. მე დავამატებ ზუსტად ირაკლიმ რაც თქვა, მეც იგივეს ვიტყვი. უკმაყოფილი ვარ საკუთარი თამაშით და რავი ამ თამაშზე მე მგონი სანდრო არის ისეთი გადაარჩინა და ფაქტობრივად მარტო გამოიყვანა ფრე ამ თამაში და დავამატებ კიდე რომ პირადად გაბრიელთან თამაშიც ძალიან დიდი განსაცდელია და გადავიტანე ეს ყველაფერი და ამ გუნდსაც რავი ირაკისთან არ მითამაშია პირადად თორე ისე გუნდი არის უძლიერესი და ფინალშიც ვხედავ და მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. აი, მადლობა. მადლობა მეგობრებო. დიდი მადლობა ამ თამაშისთვის. შევხვდებით შემდეგ ბურთაობაზე. შეიძინე Coca-Cola და Fanta ყვითელი თავსახურით და ჩაერთე გათამაშებაში. მოიგი ავტომობილი Kia EV6 და სხვა პრიზები. შექმენი და უიწყარი მომენტები Coca-Cola-სთან ერთად.